თუ 15 იანვრიდან ავტომობილიდან სიგარეტის ნამწვს გადააგდებთ 120 ლარი დაჯარიმდებით. კანონმდებლობა არ ეხება მხოლოდ სიგარეტის ნამწვს. თქვენ გარემოს დაბინძურებისთვის ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც დაჯარიმდებით. ახალი რეგულაციები შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს. თუ გარემოს დაბინძურება მანქანიდან მოხდება, ჯარიმას ავტომობილის მძღოლი გადაიხდის, ხოლო თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჯარიმა კონკრეტულ მგზავრს დაეკისრება. საპატრულო პოლიციის მხედველობის არეში მოხდება ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ფანჯრებიდან მოხდება გარემოს დაბინძურება. იქნება ეს კვების პროდუქტის ნარჩენები, სიგარეტის ნამწვავი, ცარიელი ბოთლი თუ რაიმე ამგვარი სხვა. ესეთი ქმედება გამოიწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას 120 ლარის ოდენობით. თემას ჩვენ სტუმართან ერთად განვაგრძობთ ქრონიკის კითხვებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია უპასუხებს. ბატონო თეიმურაზ, მოგესალმებით. გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან კანონით გათვალისწინებული ჯარიმები ამოქმედდება. რამდენად ინფორმირებულია პირველ რიგში საინტერესოა მოსახლეობა ამის შესახებ? რა გააკეთეთ თქვენ ამისთვის? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ სანამ გადავალ უშუალოდ ჯარიმებზე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის დაჯარიმება, ჩვენი ამოცანა არის ჯანსაღი გარემოს შექმნა, სახელმწიფო ძალიან აქტიურად ზრუნავს ამაზე, ეს არ ეხება მარტო ნარჩენებს, ჩვენ ასევე მუშაობთ კანონებზე წყალწყლის შესახებ, ჰაერის შესახებ, ზოგადად მივდივართ იმისაკენ, რომ საზოგადოება ცხოვრობდეს ჯანსაღ გარემოში. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ჩვენი სურვილიც შევამციროთ დანაგვიანება, დაბინძურება ზოგადად გარემოსი და მხოლოდ ერთ-ერთი ხაზსუსვამ მეთოდი ამისა არის, რა თქმა უნდა, დაჯარიმება, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა მეთოდები არ მოქმედებს. ჩვენ ძალიან აქტიური კამპანია ვაწარმოებთ ამ კუთხით, რამდენჯერმე გამოვუშვით სპეციალური ბუკლეტი, ჩავცეთ პრესაში. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში იხილავს საზოგადოება შესაბამის კლიპებსაც, თუმცა ისევ და ისევ ეს არის მხოლოდ ბოლო გამოსავალი და არა ჩვენი თვითმიზანი დავაჯარიმოთ. ჩვენი თვითმიზანი არის შევამციროთ იმ დაბინძურების და დანაგვიანების მოცულობა, რომელიც დღეს არის და რეალურად აწუხებს საქართველოს ტურისტებისთვის უნდა იყოს მიმზიდველი, პირველ რიგში მისი მოქალაქეების უნდა იყოს მიმზიდველი, ეს კი დაბინძურების შემცირების გარეშე საზოგადოების ნაწილი უკვე საუბრობს, რომ ეს ჯარიმა მაღალია. თქვენი აზრით 120 ლარი ჯარიმა ხომ არ არის მართლაც მაღალი რეგულაცია? მოდით ასე ვთქვათ, მაღალია რასთან მიმართებაში. არ არსებობს არანაირი რაციონალური საფუძველი ადამიანმა ნაგავი გადმოაგდოს მანქანის ფანჯრიდან. შეიძლება დაარღვიოს სიჩქარე თუ ამას გიბიძგებს ახლობელი ადამიანის სიცოცხლის რისკი, მაგრამ გადმოაგდო ნაგავი ფანჯრიდან ამას არანაირი რაციონალური განმარტება არ აქვს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ფართო კონსულტაციების ფონზე შევჯერდით ყველასთან დაინტერესებულ მხარესთან, რომ ეს არ არის მაღალი ჯარიმა იმ ფონზე, რომ ზოგადად მესმის, რომ უფრო განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ შეუდარებლად უფრო მაღალია ჯარიმის განაკვეთება. ეს ასეთი რეგულაციები ადრეც იყო, მაგრამ რატომ არ მოქმედებდა, თქვენ შეგიძლიათ გითხრათ და ახლა რა ფორმით და ვინ ჩაერევა და ვინ დააჯარიმებს უშუალოდ მოქალაქეს? მართალი ბრძანდებით, ადრე იყო დაჯარიმება, თუმცა ჩვენ მივიღეთ პარლამენტის აქტიური ჩართულობით ნარჩენების კოდექსი, რომელიც ისევ და ისევ დაჯარიმებას არ ისახავს მიზნად. ამოცანა არის შემცირდეს ნარჩენებით დაბინძურების მოცულობა და თვითმმართველობებს დაეკისრათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ მათ უზრუნველყონ ყველანაირად ნარჩენების აი როგორ უნდა უზრუნველყონ, შეგიძლიათ რომ განმარტოთ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ურნების რაოდენობა და თბილისში თუ ეს საკითხი მეტნაკლებად მოწესრიგებულია რეგიონებში გაცილებით რთული მდგომარეობა იყო ამ კუთხით, ასევე ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეიმუშაოს ყველა თვითმმართველობამ, რომელიც ყველა მოქალაქეს, თვითმმართველობის ყველა მაცხოვრებელს მისცემს საშუალებას ზუსტად იცოდეს, როგორ ხდება ნარჩენების განკარგვა, როგორ ხდება მათი განთავსება, როგორ ხდება გადამუშავება. ძალიან კომპლექსურია ზომები, ასევე აქ ერთვება წარმოებლების გაფართოებული პასუხისმგებლობა, ძალიან კომპლექსურია მარტივად რო ვთქვა ზომები იმისა, თუ როგორ მოხდება ნარჩენების შემცირება და ისევ და ისევ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა გზა არ არის, რა თქმა უნდა, იქნება დაჯარიმება. დიახ, მაინც დაგვიკონკრეტოთ, ანუ მოქალაქესთან მიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. არა მარტო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, დაჯარიმების უფლება აქვს გარემოს ზედამხედველობის ინსპექციას, დაჯარიმების უფლება აქვს თვითმმართველობის სპეციალურ ორგანოებს, ანუ რამდენიმე სხვადასხვა ორგანო პარალელურად განახორციელებს მონიტორინგს და გამოწერს ჯარიმებს
თუმცა მე იმედი მაქვს, რომ მოცულობა ამისი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე დღეს ჩვენ შეიძლება ამის წარმოდგენა გქონდეს. დიდი მადლობა ქრონიკის კითხვებს გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პასუხობდა ჩვენ